მაგარია, ყველაზე მოდურად მე ვიქნები წვეულებაზე. ამელკა, რაღაც უნდა გაჩვენო. 1 წუთი. ამელკა, მე ხომ გთხოვე დამელოდეთქო, ახლა დაკავებული ვარ. სასწრაფოა. ამელკა, დრო არ მაქვს. ლეო, რადიუტი ხარ? ვაუ, ეს ბოშის კოსტუმია? ბოშა, შენ თვითონ ხარ? ეს მეკობის კოსტუმია, სპეციალურად წვეულებისთვის ვიყიდე. მაგარია, მე მომწონს. გოგუებს კოსტუმის შესახებ არ უთხრა. რატომ? მინდა რომ ისინი გავაოცო. მართლა? გოგუების ამ კოსტუმით გაოცება გინდა? ლეო, შენი მთავარი დავალება? ინას კბილი დააჭირო. გასაგებია. უკვე შეარჩიე შენთვის კოსტუმი? ჯერ არა, და მე უკვე შევარჩიე. ხოლო შეკვეთაღა დამრჩა. თავარია ჩემი ზომა იყოს. მე კიდევ ამელკას კოსტუმი უკვე ვნახე. გითხარი როგორია? რომ გითხრათ, ამელკა თავს წამასლის. კარგი, რადგან დაიწყე თქვი? არაფერს არ ვიტყვით. არ ვიტყვი, არც კი მთხოვოთ. მოიცა. საინტერესოა რა კოსტუმი აქვს ამელკას, ასეთი რომ მალავს? ალბათ რაღაც ოქროსფერი. ვერასდროს გამოიცნობთ. ლეო, შენ უკვე არჩიე კოსტუმი? რა თქმა უნდა, ჯოკერის კოსტუმს შავისვამ. სერიოზულად? და რა პრობლემაა? ნორმალური კოსტუმია. ლეო, ეგ კოსტუმი ხომ უკვე 100-ჯერ მაინც გეცვა. რა მნიშვნელობა აქვს? ამერთხელად ჩავისვამ. ამელკა ძალიან ღილავს ამ წვეულებაზე. შენ კი ჩვეულებრივი კოსტუმის არჩევას კი არ შეგიძლია. ზუსტად, სინდისი მაინც იქონია. მაშინ რომელი კოსტუმი ავირჩიო? ეგ უკვე შენით მოიფიქრე. მიდი, ლეო, იფიქრე, სადაცაა წვეულების ლეცმოვა. გასაგებია, ახლა ვერ ამის ავარჩევ. აქ ხომ მილიონი კოსტუმია. ერთი როგორ უნდა ამოვირჩიო? ასე რომ გავაგზელო, სამუდამოდ მოვიწევს აქ ყოფნა. რა მოხდება თუ მე და ამელკას ერთნაირი კოსტუმები გვექნება? მაშინ წვილივით ვიქნებით. მე კობრის კოსტუმი. შეკვეთა. ამელკას უეჭველი გაუხარდება. როგორც ჩანს, ყველაფერი მოამზადე, ხოლო სტუმრებს ხელ უნდა დაველოდო. მოვდივარ, იმედი მაქვს ყველას ნორმალური ტანსაცმელი ეწმევა. მე შენთან მოსასვლელად ქარიშხალი გამოვიარე. როგორია? მოგწონს? ლეო, ეს რა კოსტუმია? ეს მეკობის კოსტუმია. რა იყო? არ მოგწონს? და ეგ რატომ ჩაიცვი? მეგონა ჯოკრის კოსტუმში იქნებოდა. მინდოდა მაგის ჩაცმა, მაგრამ გოგუებმა გადამაფიქრებინეს. გოგუები. ჩვენ ახლა მსგავსი კოსტუმები გვაქვს. წვეულებაზე როგორც წყვილი ისე ვიქნებით. ხო, ეგ რა მაკლდა. მეგონა რომ მოგეწონებოდა. კარგი, ლეო. კოსტუმი კარგია, მაგრამ ჩვენ წყვილი არ ვართ. გასაგებია? გასაგებია, სულელი კი არ ვარ. იმედია წვეულება ჯერ არ დაწყებულა. მე ახლა მაკიაჟი უნდა შევისწორო. მე ყველაზე მაგარი კოსტუმი მაქვს. ყვადა გაოცდება და წვეულების ვარსკვლავი ვიქნები. ოღონდ ეს არა. ჰეი, ამელკა, მე უნდა ვიყო მეკობრე. ლეომ გითხრა ჩემს კოსტუმზე და გადაწყვიტე რომ წვეულება ჩაგეშალა? ზღვის დრაკონის გულს ფისავ. ამასთან არაფერი საერთო არ მაქვს. ავიკითხე რომ მეკობის კოსტუმი ტრენდშია, ამიტომ გადაწყვიტე ჩამეცვა. მე ყველაფერი წყალში ჩამეყარა. ამელკა, არ გეწყინოს. მარტო მინდა რომ ვიყო. დაკავებულია. კიტი, უკვე მოხვედი? ისეთი რაღაც შემემთხვა. რა მოხდა? ისევლე უნდა აშავა რაღაც? წვეულება ჩაშლილია. ჯინიმ, ჩემი კოსტუმის იდეა მოიპარა. რათა ვხედობა. კარგი, არა უშავს ამელკა. მას უჩვენებთ. და კიდევ ვიტყუება რომ არ მოუპარავს ჩემი კოსტუმის იდეა. ეგ უკვე თავხედობაა. კარგი. ალბათ სხვა კოსტუმის მოფიქრება მომიწევს. ალბათ ვამპირის ან კლოუნის კოსტუმს ჩავიცვამ. ეგენი უკვე გეცვა. ვიცი, მაგრამ ასე უკეთესია, ვიდრე ერთნაირი კოსტუმები გვეცვას.
კიტი, შენს, რანაირი მეგობარი ხარ? ორივე მოღალატეები ხართ. ამელკა, მართლა არაფერი ვიცოდი. კოსტუმის იდეა ლეომ გითხრათ, კიდევ ერთი მოღალატე. იცი? ლეო, შენი საიდუმლო არ გაუმხელია. უბრალოდ მეკობრის კოსტუმი წელს ძალიან პოპულარულია. კარგი, ყველანი წადით. წვეულება გაუქმებულია. ეგ უსამართლობაა. აქ ბევრი საჭმელია. ვინ შეჭამს ყველაფერს? კიტი, შენს მეკობრე ხარ? აქ უკვე კლოუნების წვეულებაა. ჰელოუინი კი არა. ხედავ, საღამო ჩაიშალა. გოგოებო, რატომ დარდობთ ასე ძალიან ამ სულელურ კოსტუმებზე? ლეო, ვერ გაიგებ. ხო, ჯობს წვეულება გავაუქმოთ. შემდეგ ჯერზე კოსტუმებზე შევთანხმდეთ. ჯანდაბა, მე ხომ გასართობად ვემზადებოდი. არ ვარ გართობის ხასიათზე. იდეა მაქვს, მოდით მოვაწყოთ მეკობრეების წვეულება. ხო, არა. რა გინდა? კარგი იდეა. კი, წვეულებას ხო ვერ გავაუქმებთ. უკვე აქ ვართ. გავერთოთ როგორც მეკობრეებმა. ამელკა, აღიარე, მაგარი იქნება. კარგი. ხო და ასე, მეკობრეებს უყვართ რომი და საგანძური. ლეო, არანაირი რომი, გაგიზდი? ეს იქნება რომის ნაცვლად. გამოდგება. კარგი. და ეს საგანძური. კიდევ დროშა გვჭირდება, როჯერის და თუთიყუშიც. მსგავსი არაფერი გვაქვს. ისე? მარა უშავს, თუთიყუშის გარეშეც გავძლევთ როგორმე. კიდევ შეიძლება ფილმებს უყუროთ მეკობრეებზე. იახ, და მეკობრეებზე ისტორიები მოვყვეთ. ხედავ, როგორი საინტერესო წვეულება გვექნება და შენ ცხვირი ჩამოუშვი პირდაპირ. ხო, უბრალოდ გავბრაზდი, რომ ჩემი კოსტუმი განსხვავებული არ იყო. ხო, ისე მეც გავბრაზდი ცოტათი. ახლა კი მოდით, დროა რომ გავერთოთ. თავგადასავლებს, საგანძურსა და მეკობრეების სულებს გაუმარჯოს. არრ! არრ! ხო, ისე მეკობრეები რას ჭამენ? ზუსტად, მეკობრეების საჭმელი გვჭირდება. ნამდვილი მეკობრეები მჟავე კომბოსტოს ჭამდნენ. ეგ ხომ საზიზღრობაა. მაგრამ მეკობრეებს ჭამა უწევდათ, რომ დაავადებებისგან თავი დაეხციათ. ასევე მიირთმევენ უმხორცს, ფორთოხალს და კრეკერებს. ხედავ, როგორ გემრიელად ჭამენ თურმე. მე კრეკერების ჭამის მომხრე ვარ. გეთახმები? კარგი. ახლა ისტორიები მოვყვეთ. ვინ იცის მეკობრეების ისტორიები? მე იმდენი ვიცი, შემიძლია გათენებამდე ვილაპარაკო. ოღონდ საშიში არა. ჯინი, შენ ახლა მეკობრე ხარ? ნამდვილი მეკობრეები უშიშრები არიან. კარგი, ლეო, მოყევი უკვე. ერთი ისტორია მოგიმზადეთ. ძველ დროს, როდესაც გემები შავი დროშის ქვეშ დასურავდნენ და ზღვები საფრთხეებით იყო სავსე, ცხოვრობდა მეკობრე, სახელად ბეწვიანი კიბორჩხალა. სერიოზულად? რა სულელური სახელია? ამელკა, ნუ მაწყვეტინე. მაგრამ სახელი მართლაც სულელურია. კარგი, მეკობრეების სახელებში ვერ ერკვევით. კარგი, გააგზელე მოყოლა. ბეწვიანი კიბორჩხალა სახელგანთქმული იყო იდუმალი საგანძურის სიყვარულით, რომელიც ერთ-ერთ დაკარგულ კუნძულზე იყო. საგანძური კუნძულის რომელიღაცა ბნელ გამოქვაბულში იყო დამალული. კარგი, ხალხო, იქნებ ეს ისტორია ჩვენ კუნძულზეა. არ ამგონია ჩვენ მდინარეებზე მეკობრეები იყვნენ. კუნძულზე გამოქვაბულებიც არ არის. გოგოებო, ოღონდ თქვენ ილაპარაკოთ. კარგი, ჩუმად ვართ. ბეწვიანი კიბორჩხალა განძის საძებნელად გაიმგზავრა და დაუნდობელი მეკობრეების რაზმი შეკრიბა. ღამით ისინი საშიშ ჯუნგლებში დახეტიალობდნენ. დღისით კი ქვიშაში მინიშნებებს ეძებდნენ. როგორი რომანტიკულია. ერთთვიანი ძებნის შემდეგ საბოლოოდ იპოვეს კუნძულის სიღრმეში დამალული უძველესი გამოქვაბული. შიგნით მათ საშინელი საიდუმლო ელოდებოდათ სხვა მეკობრეების ცოცხალი ჩონჩხები, რომლებიც ახლა საგანძურს იცავდნენ. კიდევ ერთი გამოგონილი ამბავი. არ არის მოგონილი, ყველაფერი რეალურად მოხდა. კი. მეკობრეების ჩონჩხები ცდილობდნენ კიბორჩხალა დაერწმუნებინათ, რომ ზარდახშა არ გაეხსნა, რათა საშინელი წყევლა არ გამოეშვა, მაგრამ ის მათ არ უსმენდა. კიბორჩხალამ ზარდახშა თავის გემზე წაიღო. რა მოხდა? მეკობრეებმა გახსნეს ზარდახშა. მასში ბევრი საგანძური იყო, მაგრამ როგორც კი ერთ-ერთმა მეკობრემ ის ხელში აიღო, მაშინვე ცოცხალ ჩონჩხად იქცა. ვაიმე, რა საშინელება. დანარჩენმა მეკობრეებმა გადაწყვიტეს განძის თავიდან მოშორება და შავ ბაზარზე გაყიდეს. ამბობენ, რომ განძის წყევლა
მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მისი ყიდვა დღემდეა შესაძლებელი. აი ამას ქვია ისტორია. სამწუხაროა რომ არ არის სიმართლე. კიტი, რატომ ხარ ჩუმად? მე კიდე მეგონა რომ ისტორია მართალი იყო. სერიოზულად გჯერა ამ ისტორიის? კარგი რა, კიტი, ეს ისტორია ინტერნეტში 5 წლის წინ ვიპოვე. დამშვიდდი. მეც ვიცი, მე ვიპოვე ერთი ისტორია. ოღონდ 100%-ით სიმართლეა. მართლა? მოგვიყევი. ხო, კიტი, მოგვიყევი. საინტერესოა. კარგი, მისმინეთ. თქვენი ცოდით, რომ ჩვენს ოჯახში არსებობს ლეგენდა, რომ ჩვენი დიდი ბებია მეკობრე იყო. კიტი, ასეთ ზღაპრებს ბებიაშენი ძილის წინ გიყვებოდა? ლეო, მოგეწონა როცა მოყოლისას ხელს გიშლიდნენ? კარგი, ხო? ის დაწყევრილი იყო და ახლა მსოფლიოში დახეტიალობს იმ იმედით, რომ წყელას დაარღვევს. ლამაზი ისტორიაა, სამწუხაროა რომ გამოგონილია. არ არის გამოგონილი. შეხედეთ. ეს რა არის? რუკა? ჩემი წინაპრები დიდხანს ეძებდნენ გზას, წყევლის მოსაშორებლად, მათ იპოვეს გზა. ხოლო ჩემი დიდი ბებია წავიდა უკვე მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ. ეს რუკა რა ადგილს აჩვენებს? მე ნამდვილად არ ვიცი. ხოლო ჩემს დიდ ბებიას შეუძლია მისი წაკითხვა. კიტი, გადააგდე ეგ რუკა, უსარგებლოა. ხო, ეჭვი მეპარება რომ ბებიაშენი ამ რუკის დასაღებად მოვიდეს. ასეც ვიცოდი, არ უნდა მომეყოლა თქვენთვის. ჰა. კარგი, შეწყვიტეთ ციცილი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა რომ კიტის ოჯახური ისტორია აქვს. კარგი, ჩელენჯი მოვიფიქრე. მოდი ამას რძენი მეკობრული საჭმელი ვჭამოთ. მაგარია, პრიზი რა იქნება? კიტი, სად მიდიხარ? სუფთა ჰაერზე გავალ. საწყენია, რომ შენს ისტორიას ხვები და სხვები ამაზე იცინიან. რა მეგობრობაა ეს? აქ ვინ არის? ლეო, ჯინი, დასაცინად მოხვედით? ჯობია წახვიდეთ და თქვენი სულელური ჩელენჯი შეასრულოთ. ეს რა არის? სირენასა ვიტყვირის წყნარ ზღვაში. ეს მეკობრეების გემრიელობებია. და ეს რა არის? ეს არის დამპალი ხორცი, შავი პური და დამპალი ხილი. ახლა გულია მერევა. ვინც ამ ყველაფერს შეჭამს, მიიღებს $1000. ამის ჭამა შეუძლებელია. მე ამას მილიონადაც კი არ შევჭამ. გოგოები, როგორები ხართ? მეკობრეებად ხართ გამოწყობილი და სულაც არაფერი იცით. ეგეთი ჭკვიანი თუ ხარ, მაშინ თვითონ შეჭამე. ზუსტად და ჩვენ გიყურებთ. $1000-ად მარტივია. ლეო, შეჭამე, მიდი. როგორც ჩანს, ახლა გულია ერევა. ვერ მიიღებს $1000. არ ვიცი ერთი ადამიანიც კი, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი ჭამოს. კარგი. და კიტი სად არის? არ ვიცი. გონი ვიცი რაც მოხდა. ალბათ ეწკინა რომ მისი ზღაპარი არ დავიჯერეთ და წავიდა. ვფიქრობ მალე დაბრუნდება. და ეს ვინ არის? წამო, გავაღოთ. მიჩქმიდეთ. ესენი ნამდვილი მეკობრეები არიან? 200 წელია მეკობრეები არ მინახავს. ეს ვინ არის? შენ დაპატიჟე ვინმე? მე არა. კარგი, იქნებ გუთხრათ რომ წავიდეს? აშკარად მეკობრეების წვეულებისთვის მოემზადა. არ იქნება ზრდილობიანი მისი გაგდება. მაგარი ლომი გაქვთ. საშინელებაა. და შენ ვიხარ? და საიდან გაიგე ჩვენს წვეულებაზე? მეკობრეების საჭმლის სუნს კილომეტრებიდან გზნობ. მე ამელია მქვია. მე ჯინი. ეგეთი ჩვეულებრივი სახელები გაქვთ? თქვენ რა, ნამდვილი მეკობრეები არ ხართ? და შენ რა ქვია? ჩემი სახელია მერი ზღვის ალი. როგორი სახელია? კარგი, მაშინ მე ამელია შტორმების ზის ხვა მქვია. აი, ეს უკვე სხვა საქმეა. მე კი ჯინი ზღვების მოჩვენება ვარ. მკვდრები გაცოცხლდნენ. აი, ეს რა სახის მიწის ვირთხაა? გვაპატიე, ეს ლეოა, ჩვენი მეგობარი. სისხლით ძმა? კი, სისხლით ძმა. და ისიც მეკობრეა. ახლა დაუძახებთ და ვევაცნობთ. გოგოებო, თქვენ ხართ? ლეო, რა გჭირს? ის ჩონჩხი უკვე წავიდა? ჩონჩხი არა, ვიღაც გოგონა კოსტუმში. ბრმები ხართ? ეგ ნამდვილი ჩონჩხი არის. ხო, ნუ გვარცხვენ, წამო სტუმარს მიესალმე. არავითარ შემთხვევაში, აქედან არ გამოვალ, სანამ ჩვენ სახლში ჩონჩხია.
ნამდვილი ჩონჩხიც რომ იყოს, ის ჩვენ არაფერს არ გვიშავებს. ხო, დავმეგობრდით უკვე. იქნებ ჩვენი სულების ამოწოვა უნდა? ლეო, როგორც ჩანს ვიღაცამ ტვინი გამოგიწოვა. ძალიან სულეო. წამოდი, მიდი. არა. წაიმო. არა. ჯინი, დამეხმარე. არა. ასეთი რა, მაგამდე არ მინახავს. მერი, ეს ჩვენი მეგობარი ლეოა. ლეო, ზღვის ლომი, უფრო ზღვის კიტრს გავს. ლეოს არაწყენინო, ჩვენი მეგობარია. ამას შეხედეთ. ჩვენს გემბანზე ამას არ დაუშვებთ. მაქსიმუმ, რასაც გავაკეთებინებდით, არის გემბანის გახეხვა. მეც ისეთივე მეკობრე ვარ, როგორიც გოგოები არიან. მაშინ დაამტკიცე. მოდი შევებრძოლოთ ერთმანეთს. ხო, კარგი. სად არის იატაკის საწმენდი? ასეც ვიცოდი. მკვდარი კი ბოჩხალაც კი მოგერეოდა. სად არის იატაკის საწმენდი? აი აგერ. ლეო, ეს რა იყო? რატომ დანებდი? ამელკა, გაგიჟდი? ნამდვილ მეკობრესთან ბრძოლას არ ვაპირებ. სულელო, ეგ უბრალოდ კოსტუმია. თვალები გაახილე, დიდი ხნის წინ მოკლავდა, მაგრამ რატომღაც გონია რომ ნამდვილი მეკობრეები ხართ. ყველანაირის ზღაპრის გჯერა და კიტის დასცინოდი. ხო, ისე? კიტი სად არის? გასულია. დარწმუნებული ვარ, ეს მეკობრე მისი. ო, ლეო, კარგი რა, მალე დაბრუნდება კიტი. კარგი, უბრალოდ იატაკს გავწმენთ. იმედი მაქვს რომ ეს ჩონჩხი თავისით გაქრება. მერე კი რაც ფული მქონდა, ყველა დავხარჯე საგანძურის დუკის საყიდლად, რომელიც ქარმა წაიღო. ძალიან საინტერესო ისტორიები გაქვს. ლეოსგან გასხოვებით. ეს ახალბედა პლანქტონივით უსარგებლოა. რატომ აიყვანეთ ის თქვენ გუნდში? ის ყოველთვის ჩვენთან ერთადაა. ის ხომ ჩვენი სიცხლის ძმა. ნამდვილი მეკობრესავით საუბრობ. აბა, რა ხდება აქ? ერთობით? რამე რომ მუცელსი ჩამეგდო არ მაწენდა. რა? ო! აი საჭმელი. ო, ნამდვილი მეკობრული საჭმელი. 200 წელი არ მიჭამია. ასეთი რომ საერთოდ როგორ უნდა ჭამო? როგორ ჩანს მთელი ცხოვრება ამ მეკობრესა წვეულებისთვის ემზადებოდა. შესანიშნავი გემი გაქვთ. ზღვაში როდის გახვალთ? ჩვენი მეგობარი დაბრუნდება და ეგრევე გავეშურებით. გასაგებია. მოხუც ზღვის მგელ მერის წაიყვანთ, არა? კი, ადგილი ყველასთვის გვაქვს. მოსამსახურე. მალე გახეხე აქაურობა. ჩვენ მალე ზღვაში გავდივართ. არის. ჩემი აზრით ახლა ცოტა უნდა გავერთოთ. იცით რამე მეკობრული გასართობი? მოვიფიქროთ. რა თქმა უნდა, მე და ფრედი გოლდენი ხშირად ვთამაშობდით მანდარინის ჭამის თამაშს. კარგი, საინტერესოდ ჟღერს. იმარჯვებს ის, ვინც პირველი გაბსვინს და შეჭამს მანდარინს. ვინც ბოლო იქნება? მას თითს მოვაძრით. ოღონდ ერთს. ფრედი ხშირად აგებდა. მე არ ვთამაშობ. კარგი რა, ლეო, სახალისო იქნება. თითის გარეშე დარჩენა არ მინდა. ისეთი მშიშარა ხარ, რომ ზღვის ქაფისაც კი გეშინია. ლეო, მიდი. კარგი. წავიდა, მიდით. მიდით. მე არ გამომდის. ჩემი მანდარინის გაფსვნის ტექნიკა უფრო სხვაა. კოჩახ, აი, მე თითქმის მორჩი. ო, კი. ჰაჰა. საქმე სუდადაა. ო, მოსამსახურე ბიჭო, სუდი არ ხარ. ლეო, უბრალოდ კარგად იცის, როგორ გააკეთოს ეს. ახალ წელს სულ მანდარინებს ჭამს ხოლმე. მიდით. ჟავია. თქვენ უკვე ჭამთ? ო. წავაგე. ჩემი გემრიელია. თითქმის. სწრაფად. ამელია. ყოჩახ. Yes, თითს არ მომაჭრიან. მე მაინც გამომივიდა. გადავრჩი. მიდით. არა ამჟავე. ხო,
ჯინი ძალიან ნელია. ხო. მორჩა. მე გავიმარჯვე. იმედი მაქვს როგორც გამარჯვებული, დუბლონებს მივიღებ? დიახ, ვინც წააგო, მას თითი უნდა მოვაჭრათ. ჯინი, რას აკეთებ? კარგი. ახლა კი მეკობრეების ისტორიები მოვყვეთ. ამელია, შენი თავგადასავლის შესახებ მოგვიყევი. კარგი, არც კი ვიცი რა მოვყვე. ნუ თუ ასეთ მეკობრეს რაიმე საინტერესო ისტორია არ გაქვს? კი, ერთი ისტორია მაქვს. მოყევი. ერთხელ შტორმის დროს ჩვენი გემი კინაღამ ჩაიძირა. მე და ჩემი ეკიპაჟი უკვე სიცოცხლეს ვემშვიდობებოდით. როდესაც თითქოს უეცრად სინათლე დავინახეთ, ეს ხმელეთი იყო. მაგარი ისტორიაა. ჩვენი თეთრი მარგალიტი ბევრ შტომს გადაურჩა. რა დღეები იყო. უფრო ახლოს მივწურეთ და აღმოჩნდა, რომ ეს კუნძული იყო, რომელზეც ურჩხუდები ცხოვრობდნენ. ჩვენი გემი დავმალეთ და კუნძულის სიღრმეში შევედით. კაპიტანი დარწმუნებული იყო, რომ კუნძულზე განს ვიპოვიდით. გზად ჩვენი ეკიპაჟის წევრები უგზო უკლოდ გაუჩინარდნენ. ისინი აღარავის არასდროს უნახავს. ვიცი ეგ კუნძული ველური რვაფეხების კუნძულია. მხოლოდ ყველაზე მამაცი მეკობრეები ბედავენ მაგ კუნძულზე ფეხის დადგმას. ხო და რა მოხდა? გადარჩი? საბოლოოდ, მხოლოდ მე და კაპიტანი გადავჭით. უკვე საგანძურს მივუახლოვდით. მივდიოდით. როდესაც უეცრად უზარმაზარი რვაფეხა გამოძრა, სარდახშა და ჩემი კაპიტანი წაიყვანა. უნდა ამერჩია, რომელი უფრო ღირებული იყო. კაპიტანი, თუ ოქრო. რომელი აირჩიე? რვაფეხას საცისები მოვაჭერი და გადავარჩინე კაპიტანი. და საგანძური? საგანძური რვაფეხას დარჩა. ნუ თუ ეგრე იქცევა ნამდვილი მეკობრე ოქროს აირჩევდა. სულ ოქროს. და მე მაგაში არ გეთახმები. დაწერეთ კომენტარებში, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მეგობარი თუ ოქრო? და მე კი ჩემი მეკობრული თავგადასავლები კარგად აღარ მახსოვს. რა თქმა უნდა, არ გახსოვს. შენ ხომ ტვინი არ გაქვს? მართალია. ზღვის ჯადოქრის საგანძურმა დამწყევდა და ახლა მთელ მსოფლიოში დავდივარ იმ იმედით, რომ ამ წყელას მოვიხსნი. და ეგ შენი წყევლა გადამდებია? თუ ჩონჩხად გადაგცევა გინდა, შემიძლია ექსოლული არ ვისრულო. გთხოვ, არ გინდა, არ მინდა ჩონჩხად გადაგცევა. და სად არის კიტი? ის დიდი ხნის წინ უნდა დაბრუნებულიყო. ჩვენი მეგობარი არ გინახავს? აი ისიც. ნახე, მეგონა სირენა იყო. ძალიან ხმამაღლა ყვიროდა. სად არის? კარგი, მეგონა თევზების საჭმელად წავიდა. საჭმის საყილად წავიდა ცხოველების მაღაზიაში. ერთი წუთი. როგორ შანს კიტი ჩონჩხმა მოკლა. გოგუებს ჯერ კიდევ არ გაუგიათ, რომ ის ნამდვილია. ლეო, როგორ შანს მართალი იყავი? რას გულისხმობ? ის ნამდვილი ჩონჩხია. ძვალი თვალწინ ჩამოუვარდა. კარგი, ხომ გითხარით? ახლა ნამდვილად დავიწყევლებით. დამშვიდი, რამე უნდა მოვიფიქროთ. კიტის ვეღარ დავაბრუნებთ. ჩვენ მისი მონები ვიქნებით. სამუდამოდ მოგვიწევს მას მოვემსახუროთ. თავი ხელში აიყვანე. თუ ახლა ერთად არ მოკმედებთ, ყველაფერი სულად იქნება. არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ეს მარტივია. ეს ჩონჩხი ჩვენი სახლიდან უნდა გავაგდოთ. ის ძლიერი მეკობრეა. ჩვენ კი ჩვეულებრივი მოზარდები ვართ. შეიძლება მეკობრეა, მაგრამ სუსტი მხარეებიც აქვს. ის უბრალოდ ჩონჩხია, რომლის გატეხვასაც ადვილად შეძლებ. რა მაგარია? შენ ხარ ყველაზე მაგარი ამ წვეულებაზე. მაგარი? ეგ რა სიტყვა? კარგი რა. ერთი წუთით შეგიძლია როლიდან გამოხვიდე. როლიდან? ჩვენ აქ მეკობრეები არ ვართ. უბრალოდ ჩვეულებრივი მოზარდების წვეულებაზე ხარ მოსული. რა თქვი? შენ მეკობრე არ ხარ? უბრალოდ ჩვეულებრივი მოზარდები ხართ? გეყოს. აღარა, სასაცილო. ეგ ნამდვილი ჩონჩხია. უკვე მივხვდი. კარგი, არ მოგვეკარო, ურჩხულო. თქვენ ხმელეთის ვირთხებო. მოატყუეთ მეკობრე. ამიტომ ინანებთ. სად? აქ. მე თქვენ გითხარით, თქვენ კი არ დამიჯერეთ. გეყოფა ლეო. იდეა მაქვს. თოკი გავჭიმოთ. ჩონჩხი ფეხს ამოკრავს და დაცემის მერე დაიშლება. ჯინი, გენიოსი ხარ, თოკი გვაქვს? მოიცადეთ. მოდით ვეცადოთ მასთან საუბარს. ამელკა, მოდი არ გვინდა რა. საშიშია. ეს მეკობრე ჩვენი მეგობარი არაა. მასთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. უკვე შავი ლაქა გაქვთ. ჯობია თეთრი დროშით გამოხვიდეთ. თორემ საქმე ცუდად გექნებათ.
კარგი. ნებდები. ამელკა, რასაკეთებ? ახლა ამელკასაც დავკარგავთ, როგორც კიტის. დრო, ტყუილად დამაკარგვინე და ახლა მაგისტრის დაისჭები. გინდა ექსნეულა მოიხსნა? დიახ. ყველა მიცის რაც მინდა. მიუხედავად იმისა, რომ მეკობრეები არ ვართ, შეიძლება რომ დაგეხმაროთ. თქვენნაირი მეკობრეები ვერ დამეხმარებიან. მორჩა, რასაკეთებს ამელკა? ვფიქრობ იცის, რასაც შვება. ასეც ვიცოდი, რომ ეს წვეულება კარგად ნამდვილად არ დასრულდებოდა. იქნებ დამპალი ხორცი შევისუნთქეთ და ახლა ჰალუცინაციები გვაქვს? არა მგონია. ზღვების სახელით. შენს ყველა სურვილს შევასრულებ. რაც გინდა ის თქვი. კარგი. სახლიდან რაღაცის წამოღება მინდა. წავედით. არც კი იფიქრო გაქცევაზე. აი რუკა, ნახე, ის დაგეხმარება წების მოხსნაში. შენი სიტყვა, ერთი მეკობის სიტყვა და საღებს. იტყუები, უბრალოდ საკუთარი თავის გადაჩენა გინდა. თუ არ გჯერა, მხოლოდ ერთ მეკობრას შეუძლია ამ რუკის საკითხვა. შენ ზღვის რწყილო, საიდან გაქვს ეს რუკა? ეს მეკობრეების ოჯახის უძველესი რელიქვიაა. ეს ის რუკა, რომელსაც 200 წელი ვეძებდი. ახლა კი ფორტუნამ ოქროს კბილებით გამიღიმა. ახლა კი შეგიძლია წეულა მოიხსნა. ეს თუ თაღლითობა, შურს აუცილებლად ვიძიებ შენზე და შენს ლეკვებზე და ბერტა რა შუაშია? შენი საწყალი მეგობრები ვიგულისხმე. მორჩა, კიტი შარშია. კიტი, ცოცხალი ხარ? ბავშვებო, არ დაიჯერებთ, მაგრამ აქ ისეთი რამე ვნახე. მოდი გამოვიცნობ, ჩონჩხი მეკობრე? საიდან? ის ჩვენს ვლახეთ, კიტი. თავიდან მოვიშორეთ ეგ მეკობრე, აღარასდროს დაბრუნდება. ლოდი მომეხსნა ფეხებიდან. კიტი, კარგად ხარ? ცოცხალია, მაგრამ შოქშია. კიტი, გვაპატიე რომ შენი ისტორია არ დავიჯერეთ. რაღაც უნდა გითხრათ. სინამდვილეში გამოგონილი იყო, მაგრამ მაინც მეწყინა რომ არ დაიჯერეთ. აბა ეს ჩონჩხი საიდან გაჩნდა? და იმ რუკაზე რა სიტყვი, რომელიც შენ გვაჩვენე? ის რუკა? ის ჟურნალიდან ნავაუჭერი. ის ვერსად ვერ მიგიყვანს. ეს თუ თაღლითობა, შურს აუცილებლად ვიძიებ შენზე და შენს რეკვებზე და ბერტა რა შუაშია? შენი საწყალი მეგობრები ვიგულისხმე. ამელკა, ყველაფერი რიგზია? ჩონჩხი მოიშორე? კი, მიყვარს ბედნიერი დასასრულები. მეგობრებო, დააფასეთ ჩვენი ძალისხმევა და ლაიქებით. კიდევ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ღილაკზე დაჭერა. წინ ბევრი საინტერესო რამე გელოდებათ. ნახვამდის ყველას!